გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ, მადლობა რომ გვეწვეთ სტუდიაში. ჩვენ მოდით დავიწყოთ საუბარი მთავარ თემებზე, რომელიც დღეს გვექნება განხილვის საგნად. ვიცით რომ ნიდერლანდებში, ჰააგაში ჩატარდა ნატოს სამიტი, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების პირველი პირები იყვნენ შეკრებილები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გახლდათ იქ, ასევე იყო ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი ლეგიტიმური თუ არა ლეგიტიმური, რა ვიცი ეს მათ მივანდოთ ეს თავად გადაწყვეტენ ამ საკითხს და მთავარი თემა იყო ამ სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების კონტრიბუცია თავად ორგანიზაციის ბიუჯეტის კუთხით და მიღწეულ იქნა შეთანხმება რომ ეს პროცენტი უნდა გაიზარდოს 5%-მდე, დღეის მონაცემებით 2%-ს აღემატება საერთო შენატანი. რიგი ქვეყნები იხდიან 3.5%-ს და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 5%-მდე უნდა ავიდნენ გადასახადების კუთხით. თემურ, თქვენთან მექნება კითხვა, თქვენ ბრძანდებოდით ჰააგაში, თუმცა სწორედ ამ სამიტის საწინააღმდეგო აქციებში იღებდით მონაწილეობას. კერძოდ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი, რამდენი ადამიანი იყო, ჩვენ გვაქვს ასევე გადაცემის მსვლელობისას ვაჩვენებთ იმ დოკუმენტურ მასალას ამ აქციის შესახებ, გვაქვს ვიდეო კადრები და რა იყო მთავარი გზავნილი ამ ნატოს სამიტისადმი, შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ვიდეოც ვიხილოთ ამ აქციის. იქ სომხეთის დროშამაც გაიელო. ხო, სომხეთს ცალკე დაუთმობთ კიდე, დიდი ამბებია. ეჩმიածინში გარეგინ მეორის მათი კათოლიკოსის წინააღმდეგ პაშინიანი უკვე სერიოზულ, ასე ვთქვათ, დაკავება უნდა განეხორციელებინათ იმ არქიეპისკოპოსის მიქაელ აჯაფახიანის, რომელიც მხარში უდგას კათოლიკოსს და იქ სერიოზული დაპირისპირება, თუმცა ეს სხვა თემაა, ამაზე გადაცემის მსვლელობის დროს ვისაუბრებთ და თუ შეიძლება მოგვიყვეთ აი ამ აქციის შესახებ, რომელიც გაიმართა ნიდერლანდებში, კერძოდ ჰააგაში ამ ნატოს სამიტის მსვლელობის დროს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჰააგაში ბევრი იყო ჩასული სხვადასხვა ქვეყნიდან მშვიდობის ორგანიზაციები, ანტისაომარი ხასიათის მოძრაობები და ჩვენი პლატფორმა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია შეიძლება ითქვას ერთკაციანი დელეგაცია იყო, მაგრამ მაინც დელეგაცია იყო, საქართველოს მე წარმოვადგენდი, იყო წარმოადგენელი ეგრეთ წოდებული ანტიიმპერიალისტური პლატფორმის ერთიან ჯგუფში. ჩვენ გვინდოდა რომ შევერთებულიყავით უფრო დიდ აქციას, რომელიც ჰააგაში გაიმართა, მაგრამ პოლიციამ ძალიან ორგანიზებული იყო, ძალიან კარგად იყო მომზადებული ნატოს სამიტისთვის, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი ნატოსი და ისე გააკეთეს რომ აი სხვადასხვა პლატფორმები, რომლებიც ჩასულები იყვნენ გაზაპროტესტებლად, საერთო ჯამში მაინც ვერ მოახერხეს, რომ ყველა ერთად ყოფილიყო და ერთი დიდი აქცია ჩატარებულიყო, დემონსტრაცია ჩატარებულიყო. თუმცა იქ 2,000-3,000 კაცამდე მაინც შეიკრიბა ერთ დიდ აქციაზე, დემონსტრაციაზე თვითონ ნატოს სამიტის დღეს. აი ეს კადრები, რომელიც თქვენ ნახეთ, ეს არის არა თვითონ სამიტის დღეს, არამედ ეს იყო წინა დღეს ჩვენ
ჰაგაში შევიკრიბეთ, ეს არის ანტიიმპერიალისტური პლატფორმის სტუმრებისგან შემდგარი და იქ ადგილობრივი ჰოლანდიელები იყო ერთი 20 კაცი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, მსვლელობა გაგვეკეთებინა და ეს გავაკეთეთ კიდევაც. რაც შეეხება სამიტის დღეს იქ პოლიციამ ისე გააკეთა, რომ სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ადგილი ჰქონდა მიჩენილი აქციისთვის და ბოლო მომენტში მოხდა ისე, რომ ვერ მოხერხდა ამ ჯგუფების გაერთიანება ერთ დიდ აქციაზე. თუმცა როგორც გითხარით, დიდი აქცია მაინც შედგა, 2000-3000 კაცი იქ შეიკრიბა, მოახერხეს. ერთად შეკრიბა და გააპროტესტეს უშუალოდ, სადაც ტარდებოდა ნატოს სამიტი, აი მიდამოებში. საერთო ხასიათის მოთხოვნა ის იყო, რომ ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს მოირგოს მსოფლიო ჟანდარმის როლი, რომელიც ცდილობს მოირგოს როლი მსოფლიოში ერთადერთი წესრიგის დამყარებლისა, რომელიც დაამყარებს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა მოემსახურება იმ ცენტრებს, იმპერიალისტურ ცენტრებს, რომლებიც ცდილობენ აი ამ წესრიგის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. ნატო არის მთავარი სამხედრო პოლიტიკური იარაღი ვაშინგტონის და ბრიუსელის ხელში. ეს სამიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი, რომელმაც ასე თუ ისე აჩვენა, რომ ნატოს რიგებში არ არის ერთიანობა, ერთიანი ხედვა, არის ძალიან დიდი წინააღმდეგობები შიგნით, ჯერჯერობით ნატო ახერხებს ერთიანობის მდგომარეობის შენარჩუნებას, მეორე მხრივ ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დაპირისპირება გაგრძელდება, ის გაღრმავდება დასავლეთსა და სამხრეთს შორის, გაერთიანებულ აღმოსავლეთსა და სამხრეთს შორის, გაღრმავდება დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვი-პეკინის ღერძს შორის, ირანის ამბები ამას აჩვენებს თვითონ ნატო სამიტიც აჩვენებს მისი გადაწყვეტილება, რომ 5%-ამდე უნდა ამაღლოს სამხედრო ხარჯები. ევროპამ იქ ცოტა ისეთი მომენტებია, მთლიანად 5% არ წავა უშუალოდ სამხედრო. 2035 წლამდე არის თანაც 2035 წლამდე 6.5% წავა უშუალოდ შეიარაღებაზე და 1.5% წავა ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციაზე და განახლებაზე, ეს გზები, მაგისტრალები და ამ შემდეგ, რომლებიც თითქოს ემსახურებიან აი ლოჯისტიკა, რასაც ქვია სამხედრო ძალების ლოჯისტიკა. და დეკლარაციაში ასევე იქ მითითებული ჰქონდათ, ჩვენ გვახსოვს ტრამპის განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით, საერთოდ ევროკავშირში, ევროპაში იყო დიდი ეჭვი, რომ იმაზეც კი იყო საუბარი, რომ თუ კი ტრამპი გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, შესაძლოა საერთოდ ნატოდანაც გამოვიდეს. და მთავარი წუხილი ჰქონდათ აი ამ ეგრეთ წოდებულ მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას კონკრეტული ქვეყნის მიმართ, თუ კი მას ვინმე თავს დაესხება. ხო და როგორც ჩანს, ტრამპი აიღეს ეს სიტყვა მისგან და კმაყოფილები ჩანდნენ ამ სამიტის მონაწილეები. ტრამპმა დაადასტურა, რომ ერთგული რჩება აი ამ დებულების, ამ მუხლის, რომ ეს მეხუთე მუხლი იქნება კვლავ აქტუალური. ეს იმის ხარჯზე რომ თავისას მიაღწია, რომ ყველა დაითანხმა იმაზე, რომ 5%-ამდე შიდამარგი პროდუქტიდან გადასახადი, საწევრო გადასახადი ორგანიზაციაში გაიზარდოს 5%-ამდე. ეს არის ძალიან დიდი თანხა. ეს პრობლემას შეუქმნის თავად ვინც ახლა ინფორმირებულია და მეტნაკლებად პოლიტიზირებული მოსახლეობა ვინც არის ევროკავშირში, მათ მშვენივრად უწყით, რომ ეს გადასახადები მათი ჯიბიდან წავა იქ. ესპანეთი აქიდანვე წინააღმდეგი იყო, ან პრობლემებია ესპანეთში, არ მოწონს ეს ესპანეთის როგორც ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას. რომ დიდი გადასახადების გადახდა მოუწევთ ნატოს საერთო ბიუჯეტში. მე ვიმყოფებოდი ჰოლანდიაშიც და ჰოლანდია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანა, იქაც კი დიდი შემოსავლებით. იქაც კი სოციალური პროგრამების შეზღუდვა მოხდება ამ 10 წლის განმავლობაში. თუმცა ამ წელიწადში არავინ არ იცის როგორ იქნება პოლიტიკური ვითარება ევროპაში. რაც შეეხება ტრამპის გარანტიებს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, მან დაამატა, რომ სანამ ის იქნება პრეზიდენტი, ნუ გეშინიათ რუსეთი თავს არ დაესხმება ნატოს არც ერთ წევრ ქვეყანას. ანუ ეგ აი ასეთი შეიტანა მან ასე ვთქვათ ხასიათის შენიშვნაც ამ მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას აი ამ კონფერენციაში და ნატოს საწინააღმდეგო აქციებში სოლიდარობა მშვიდობისთვის იყო აქ წარმოდგენილი, არა მხოლოდ სოლიდარობა მშვიდობისთვის, არამედ სოციალისტური პლატფორმა, იქ იყო წარმოდგენილი ასევე ერთი პარტია საქართველოსთან, ერთიანი კომუნისტური პარტია, რაც თავარია სოლიდარობა მშვიდობისთვის, ჩვენ როგორც საერთაშორისო პლატფორმის მონაწილე პოლიტიკურმა პარტიამ, ჩვენ უკვე ჩვენი სიტყვა ვთქვით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში, იქ ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი იყო, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ, ადგილზე ესწრებოდა 20 ქვეყნის წარმომადგენელი და ჩაერთო დისტანციურად კიდე ესე იგი 15 ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა წარმოადგენილი იყო საკმაოდ სერიოზული მოძრაობები და პარტიები ამ ანტიიმპერიალისტური პლატფორმის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ იქ იყო სხვა უფრო ფართომასშტაბის პლატფორმებიც ანტისაომარი ესე იგი ინგლისურად ეს ასე არის no to NATO no to war რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ საზოგადოებრივ მოძრაობას ევროპისა და რომელთანაც ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს მე ვამბობ სოლიდარობა მშვიდობისთვის, ასე რომ მე მაყურებელს უნდა ვაცნობო, რომ სოლიდარობა მშვიდობისთვის არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ურთიერთობა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში და რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ევროპის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ყავს მეგობარი ორგანიზაციები და მოძრაობები. საკმაოდ სერიოზული მოძრაობები, რომლებიც ზოგიერთი მათგანი არის საპარლამენტო ადგილობრივი პარლამენტის წევრებიც და ევროპარლამენტის წევრებიც. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ ყველა ელოდება საქართველოს სიტყვას, საქართველოს მოსახლეობის სიტყვა. გვინდა ჩვენ ომი თუ არ გვინდა ჩვენ ომი. გვინდა ჩვენ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში თუ არ გვინდა ჩვენ სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში. მე მხედველობაში მაქვს ის ხალხი, ის საზოგადოების ის წარმოადგენლები, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა გქონდა. ისინი ელოდებიან საქართველოს მოსახლეობის სიტყვას, რომ ჩვენ არ შეუერთდებით ნატოს, არ შეუერთდებით ამ აგრესიულ ბლოკს და არ ჩავერთვებით საომარ მოქმედებებში მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, კერძოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ იმ ხელმოწერებს, რომელსაც აგროვებს სოლიდარობა მშვიდობისთვის თავის პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად ტრიბუნის ფარგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე 65,000 ხელმოწერა ელექტრონულად, 100,000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. ვიცით, რომ პრობლემები არის, კერძოდ ელექტრონულ პოსტასთან დაკავშირებით, ორჯერ მეტია შესული იმაში, აი ამ რესურსზე, მაგრამ ვერ მოახერხეს ხელმოწერის დაფიქსირება იმის გამო, რომ ელექტრონული პოსტა არ აქვს. მიუხედავად ამისა, წარმატებით გრძელდება ელექტრონული ხელმოწერების შეგროვება, მოუწოდებთ ჩვენს მომხრეებს მონაწილეებს, რომ მიიღონ აქტიურად გააქტიურდნენ და ჩვენ ესე იგი სექტემბრის მეორე ნახევრისთვის იმედი გვაქვს, რომ 100,000 ხელმოწერა ელექტრონულად აუცილებლად იქნება. გარდა ამისა, ჩვენ ქაღალდის ესე იგი შესაბამის ბუკლეტის სახე აქვს ამას, ვაგროვებთ ასე ხელმოწერებს. პარტიის ტელეფონი არის ძირითადად ის ტელეფონი, რომელზეც გუკავშირდება ჩვენი მომხრეები, წაიღეთ, ამობეჭდეთ, მოაწერეთ ხელი და ესეც რა თქმა უნდა ჩვენ დაგვეხმარება საერთო ჯამში საზოგადოების პოზიცია დავაფიქსიროთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ უნდა ომი, საქართველოს უნდა სტაბილურობა და საქართველოს უნდა დიალოგი ყველასთან და პირველ რიგში რუსეთის მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთის ფედერაციასთან. კი ბატონო, და აქვე მაინც კითხავთ, ხო ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ გადაცემებში ამის შესახებ, მაგრამ შეგროვდა ეს 100,000 ხელმოწერა. შემდგომი ნაბიჯი, როგორც უკვე მაყურებელიც ინფორმირებულია, იქნება ერთობლივი განცხადება იმ ძალებისა, საქართველოში მოქმედი იმ ძალებისა, რომლებიც ითხოვენ რუსეთთან დიალოგის დაწყებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, თემურ, ხელისუფლებას რა რეაგირება ექნება ამაზე? რეაქციასაც არ ვიძახი, რეაგირება თუ იქნება, ან უშუალოდ შესაძლოა განვითარდეს ისე მოვლენები, რომ ხელისუფლებამ თქვას, კი ბატონო, კი ეს გასათვალისწინებელია, 100,000 ადამიანი ცოტა არ არის
და ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი. დავუშვებთ ამას, შესაძლებელია ეს ზუსტად ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ხელისუფლება ზუსტად ამას იტყვის და იგნორირებას ვერ გაუკეთებს და არ გაუკეთებს საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილის განწყობას 100,000 ხელმოწერა ელექტრონულად და ასევე დაახლოებით იმდენივე იქნება ქაღალდის ანკეტაზე ხელმოწერები ეს უკვე არის ძალიან ისეთ სერიოზული განაცხადი, იმიტომ რომ ეს ხდება ყოველგვარ რეკლამის გარეშე. დამატებით, ეს არის ჩვენი რეკლამა, რასაც მე ახლა ვაკეთებ და რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ტრიბუნის წევრები თავიანთ Facebook-ს გვერდებზე და თავიანთ ესე იგი სოციალურ მედიებში. სხვა რეკლამა ჩვენ არ აგვაქვს. ამაში არც ფულია ჩადებული, არც სხვა ძალისხმევა ისეთი განსაკუთრებული არის ჩადებული და აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილის განწყობებს, რომ მას სჭირდება მშვიდობა და მას სჭირდება დიალოგი თავის დიდ მეზობელთან რუსეთის ფედერაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ადევნებს ამას თვალს, მან იციან, ხელისუფლებამ იცის, რომ ჩვენ დადებითად ვაფასებთ საგარეო პოლიტიკის იმ მთავარ მიღწევას, ეს მთავარ მიღწევა ნამდვილად ბოლო 3 წლის მანძილზე. სხვებს თავი თავანებოთ, საკრიტიკო ბევრია, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში რუსეთის წინააღმდეგ, ესეც იცის ხელისუფლება. ჩვენი განწყობა ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეფასებას მისცემს და ნორმალურ შეფასებას მისცემს აი ამ ძალისხმევას. და რაც შეეხება როგორ შეიძლება ჩვენ ესე იგი განვავითაროთ, ეს არის სრულიად ესეთი საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიება. საზოგადოებრივი ხასიათის, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი მაქსიმალურად აქვს მოშორებული, პოლიტიკური შინაარსი თავისუფალია. ჩვენ ვეცდებით ჩვენ პარტნიორებთან ერთად ტრიბუნის პარკლებში გავაკეთოთ სახალხო ყრილობის მსგავსი ღონისძიება, სადაც ჩვენი აქტივისტები, რომლებმაც მიიღეს ხელმოწერების კამპანიაში მონაწილეობა და დააფიქსირეს თავიანთი აზრი, აი ამ ხალხის წარმომადგენლები მოუყაროთ თავი თბილისში და იქ უკვე ერთმანეთს ერთ დარბაზში, რაღაც ისეთ ნორმალურ დარბაზში ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, იქ ვილაპარაკოთ უკვე ტრიბუნიდან ამის შესახებ, რა გვინდა, რა მიზნები გვაქვს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას, რაც თავარია ჩვენს დასავლელ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებს და ნამდვილ პარტნიორებსაც, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მშვიდობის მომხრე და დიალოგის მომხრე ყველა მეზობელთან და რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციასთან. კარგით. და ჩვენ საუბრობდით ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე, მაგრამ აქ არის გზავნილები პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება კვლავ საკითხი. უკრაინაზე იყო აქცენტი, რომ უკრაინა ადასტურებენ, რომ მაინც წავა ნატოს გზით, არ ექნება არანაირი დაბრკოლება. პირდებიან დამატებით ინდულგენციებს, იქ თანხაზე იყო საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფაზე იყო საუბარი, 40 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს ამ ქვეყანამ და ისინი ყველანაირად ეცდებიან მხარში დაუდგნენ უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს ერთი. პარალელურად ბრიუსელში იყო ევროკავშირის სამიტი. იქ კეთდება განცხადებები, რომ უკვე უნდა გახსნან მოლაპარაკებები მოლდოვას ევროკავშირში შესვლაზე. ასევე რუსეთის მაღალჩინოსნებმა ინარიშკინი იყო თუ არ მეშლება, გააკეთა განცხადება, რომ ევროკავშირი არის არანაკლები საფრთხე და მტერი, ვიდრე ნატო რუსეთისთვის. ამ კონტექსტში ახლა ის განცხადებები, რაც ბრიუსელის მხრიდან კეთდება, გულისხმობ ამ ევროჩინოვნიკებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ესეთი პირდაპირი მკაფიო გზავნილებია, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის დიქტატურისკენ, დაიჭირა მთელი ეს ოპოზიცია, ანუ ლუკაშენკოს გზას დაადგა და ამის ასეთი ტიპის განცხადებები კეთება. ეს მაშინ, როდესაც მოლდოვას და უკრაინას მიუხედავად იქ არსებული რეალური ვითარებისა, პირდაპირ ასე უტიფრად ეკაჩებიან ამ ნატოს წიაღში და ასევე ევროკავშირის.
ანუ რა წესდებებზეა იქ საუბარი, ეს ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა ევროკავშირი თავის დროზე, როდესაც იქმნებოდა, იქ მთელი ჩამოწერილი იყო წესდება, უზარმაზარი, დაბეჭდილი ჰქონდათ პატარა, დიდი, საშუალო, ყველანაირი ზომის ბუკლეტები, რომ ადამიანებს პირდაპირ ურიგებდნენ. მე მახსოვს იმ პერიოდში ბრანდენბურგის ჭიშკართან მომაწოდეს ასეთი ლამაზად მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ბუკლეტი, როგორ უნდა განვითარდეს ევროკავშირი, წესდება როგორი აქვს, უნდა იყოს იქ თითოეული წევრი ქვეყნის ან მისაღები ქვეყნის ბიუჯეტი პროფიციტური, რა დეფიციტზე არის საუბარი, პროფიციტ ან მომგებიანი უნდა იყოს. ხო, წარმოგიდგენია თქვენ საქართველოში პროფიციტული ბიუჯეტი. ახლა ხელისუფლება კი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგრამ საქართველოს გავანებოთ თავი, უკრაინაზეა ლაპარაკი და მოლდოვაზე, რომლებიც ახლა არიან ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, თუ კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგენოს ეკონომიკური კუთხით. უკრაინა დეფოლტის წინაშეა პირდაპირ. მსოფლიო ბანკის კვლევები იყო, რა ვიცი, რა კვლევები აღარ იყო ერთი სიტყვით. და ამ მდგომარეობაში მათთვის ეს არის ყველაზე ესეთი ეგზისტენციალური საკითხია, მოკლედ. ისევე როგორც რუსებისთვის არის ისტორიული მიწების დაბრუნება და მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინა არის ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო, ასევე დასავლეთს აქვს ეს ძველი ფანტომები, ჯერ კიდე პოლტავის და შვედებთან ბრძოლის პერიოდს გამოვიყენებ აქ მაგალითისთვის და ასე დაამრიგად სურთ უკრაინის თავიანთ წიაღში შეთრევა. აი როგორ ფიქრობთ, თუ კი მოხდა ისეთი რამე, რასაც ახლა დასავლეთი გეგმავს და ამისთვის რა თქმა უნდა დრო დაჭირდება. რა გამოდის, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ორი შევიდნენ ევროკავშირში და ნატოში, თუ შეათრიეს, რა ვიცი როგორც გნებავთ და საქართველო არ შევიდა და აი პროდასავლურად განწყობილი ნაწილი კვლავ პირდაპირ უკვე ჩანს. განცხადებები კეთება, აი ნახეთ, ჩვენ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოთ, რომ ჩვენთვის ეს ევროპული მომავალი მოესპო და მოლდოვა და უკრაინა ჩვენ გვჯობიან, აი ესეთი განცხადებები კეთება. აქ როგორ წარმოგიდგენიათ? ხელისუფლება რა სიტყვის ამ შემთხვევაში? დასავლეთს არ უნდა ესეთ ხელისუფლება, როგორც დღეს ჩვენ საქართველოში ჩვენ გვყავს. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ყურმოჭრილი მონა ვაშინგტონის და ბრიუსელის. ყოველ შემთხვევაში თავის ინტერესებს იცავს და იცავს ასე თუ ისე საქართველოს ინტერესებს იმ გაგებით, რომ საქართველო არ დაყოფა და არ ჩაეთრია ომში და არ მიიღო მონაწილეობა იმ კოალიციის ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებში, სადაც ჩვენ ავანგარდი ვიქნებოდით, ისე როგორც უკრაინა. ეს კოალიცია დარჩება, მაგრამ ავანგარდში ვინ არის? რუსეთის წინააღმდეგ არის უკრაინა, არის მოლდოვა, არის საქართველო და მოსაზღვრე ქვეყნები. და საქართველოს მთავრობა ამისგან დაიცვა ქვეყანა და რა თქმა უნდა დასავლეთს, ბრიუსელს, ვაშინგტონს ასეთ რამ არ ჭირდება. ასეთ ხელისუფლება მაჭირდება ისეთ ხელისუფლება, როგორც იყო სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც არის კიევში ზელენსკის ხელისუფლება, როგორც არის მოლდოვაში ემქალბატონის სანდუს ხელისუფლება, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გაამწვავონ ურთიერთობა და თავიანთ ქვეყანა გადააქციონ სამხედრო პოლიტიკურ ტარანად მესამე ქვეყნის, კერძოდ რუსეთის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, დამშვიდების საშუალება ნამდვილად არა ქართულ ოცნებას, თუ აი ეს დეგრადირებული ოპოზიცია არ გამოადგა, ჩვენ ხედავთ დასავლეთს იმისათვის, რომ აქ მოაწყოს გადატრიალება, მან აუცილებლად იპოვის გამოსავალს და იპოვის სხვა ოპოზიციას, გამოაჩენენ და გამოიყენებენ ყველა სიძნელეს, რომელიც ქვეყანაში იქნება შექმნილი. ყველა სიძნელეს. ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის. იმიტომ რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის წინააღმდეგობა, კერძოდ ჩინეთს რუსეთის კავშირი, აი ამ ღერცსა და ვაშინგტონს შორის წინააღმდეგობა, ეს არ არის 1 და 2 წლის წინააღმდეგობა. ეს არის მრავალწლიანი წინააღმდეგობა, ძალიან ღრმა კრიზისი, რომელშიც შევიდა მსოფლიო, ეს კრიზისი გაღრმავდება, ეს დაპირისპირება არ მორჩება და ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი აქტორები არიან მისი
ასე ვთქვათ, გამღვივებლები და მისი გამძლიერებლები არიან ევროპის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რომლებიც ზოგ შემთხვევაში ბევრად უფრო დიდ ენერგიას იჩენენ ვიდრე ვაშინგტონი. რუსეთის წინააღმდეგ აი ამ ომის ესკალაციაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს უნდა გადაწყვიტოს, ვისთან დგავართ. ჯერჯერობით ჩვენ გვიმართლებს იმ გაგებით, რომ არ არის გარკვეული, ბოლომდე გარკვეული არ არის, რა სიზამს ვაშინგტონი. ვაშინგტონი, კერძოდ ტრამპის ადმინისტრაცია ორჭოფობს, მას ვერ გადაუწყვეტია დარტყმა მოაშოროს ძირითად დარტყმა რუსეთს და გადაიტანოს ჩინეთის მიმართულებით თუ პირიქით. ირანი არის ახლა ამოღებული მიზანში, როგორც აი ამ ორი დიდი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და აქედან გამომდინარე საქართველოს აქვს და ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ დრო გაწელოს და ასე თუ ისე პოლიტიკურ თამაშებით გაიტანოს თავისი თავი და საქართველოს. ეს როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო ირანსა და თურქეთს შორის, რასაც ვაკეთებდით, აი იმას აკეთებს დაახლოებით დღეს ქართული ოცნება. მაგრამ ეს ამის დრო იწურება. იწურება იმიტომ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ირანის წინააღმდეგ რა მოხდა. ეს ძალიან მასშტაბური აქცია ჩატარდა ირანის წინააღმდეგ. იქ გათვლილი იყო, რომ ირანის ხელისუფლება ჩამოვარდება. ხელისუფლება შეიცვლება და იქ იქნება დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა, როგორც არის დღეს ირაყში, ლიბიაში და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ ცვლილებებს შეიტანდა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს სივრცეში და ჩამოაშორებდა ძალიან დიდ ძალას რუსეთსა და ჩინეთს. აი ეს იყო იქ დაგეგმილი. რაც არ მოხდა და აქედან გამომდინარე მაგრამ გრძელვადიანი გეგმები მაინც აქვს იქ ვაშინგტონს ირანთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ გადაცემის დასაწყისში ბუნებრივად ავტომატურად წამოიწია ეს საკითხი, ვინაიდან მართლაც დაძაბულობა არის ჩვენ სამხრეთ მეზობელ სომხეთში, უშუალოდ უკავშირდება იმ საეკლესიო საკითხს. პაშინიანის ხელისუფლება ცნობილია, ხო, ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში, გლობალისტების პირდაპირ ინტერესების გამტარებელია. აი, ერთ-ერთი მომენტი აქაც არსებობს, რომ საბოლოო ჯამში თუ კი მოხდა სომხეთის მთლიანად უკვე გადართვა დასავლურ ვექტორზე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, სამომავლოდ არც ის არის გამორიცხული, რომ ირანის ჩრდილოეთიდან, ანუ სომხეთიდან შემზადდეს ასეთი პლაცდარმი ირანის წინააღმდეგ. ეს არის გრძელვადიანი გეგმა. ანალიტიკოსები წერენ ამის შესახებ და პლუს-მინუს 15-20 წელი შეიძლება დაჭირდეს ამას, თუ უფრო მალე არ განვითარდა ასე მოვლენები. მაგრამ დააკვირდით როგორ განვითარდა იქ მოვლენები, ანუ პრემიერ-მინისტრი პაშინიანი პირდაპირ ხელს ადებს კათოლიკოს გარეგინს ამ საეკლესიო კანონიკური წესების დარღვევაში. იქ იყო საუბარი, რომ მას ყავს შვილი, რაც არ შეესაბამება ეპისკოპოსის მდგომარეობას. მას ყავს ასევე მხარდამჭერი ეპისკოპოსები, მათ წინააღმდეგაც როგორც ჩანს აქვს კომპრომატები და პაშინიანი მოწადინებულია, რომ სომხეთის ეკლესიაში შეიტანოს ცვლილებები. ასეთი ქირურგია იყო ჩართული, პირდაპირ სურდა დაკავება ამ ეპისკოპოსის. ძალოვანების მობილიზება იყო, იქ საგამოძიებო კომიტეტის ხალხი მივიდა და პირდაპირ გააკეთეს განცხადება, რომ უნდა დაეკავებინათ ეს ეპისკოპოსი. ახლა ბოლო ცნობებით მან თავად გადაწყვიტა იქ მისვლა. არ გაგონებთ ეს ვითარება ზუსტად იმ პროცესს, რაც საქართველოში იყო. ჩვენ გვახსოვს სამეგრელოში ეს ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, რომელიც პირდაპირ უტევდა პატრიარქს, ეს გლობალისტური ძალებიც მხარს უმაგრებდნენ, ეს ლიბერალი სამღვდელოებაც ასევე მარტო არ იყო ის, ვინც თქვენ ახსენეთ, არაერთი ესეთი დედაოებიც კი იყვნენ, სადღაც გაურკვეველი ეკლესიის მესვეურები და
პოზიორობდნენ, როგორც თქვით, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ და მოწოდებები ისმოდა ამ ოპოზიციის მიტინგებზე, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა. აი პაშინიანს ჯერჯერობით გამოსდის ეს. და თუ კი იქ მოხდა ეკლესიაში ასეთი ქირურგია და ჩარევა და პირდაპირ დააყენა პაშინიანმა საკითხი, რომ კათოლიკოსი უნდა შეუცვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდე მოხდება იქ გადალაგება და უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება იმ გლობალისტური ძალებისთვის, რომლებიც სამომავლოდ სომხეთს გამოიყენებს ანტიირანულ პლაცდარმად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ სომხეთს და ირანს აქვთ ისტორიულად კარგი ურთიერთობა, საერთოდაც მონაფესავი ერები არიან, როგორც სომხები და ირანელები, ეს მე ვამბობ გაქრისტიანებამდე პერიოდს, ანუ გენეტიკურად მონათესავე ხალხები არიან. ხო და აი ასეთი მდგომარეობა ახლა იმ ეჩმიაძინში, რომელსაც სომხები თვლიან საერთოდ როგორც პირველ ეკლესიას, ანუ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ დაარსებულ პირველ ეკლესიას. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი სომხეთში მიმდინარე პროცესები არის თუ არა მართული დასავლეთიდან და იხეირებს თუ არა ამით დასავლეთი? ჩვენ სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვენ ახსენეთ უკრაინის მაგალითს. კი ბატონო, ნუ საეკლესიო თემატიკა არა, მაგრამ მოხდა ზელენსკის მიერ იქ ეკლესიის გახლეჩა ფაქტიურად ოკუპირებულია იქ ეკლესია და მან ესე გააკეთა, რომ ეს ინსტიტუტი დაიყენა თავის გვერდით და მისი მხარდაჭერი გახდა. ფაქტიურად, ნუ ეკლესია რაც არ უნდა ამტკიცოს ეკლესიამ, რომ ის პოლიტიკური ფაქტორი არ არის, ის პოლიტიკური ფაქტორი არის ყველგან. ჩვენთან საქართველოშიც და სომხეთშიც. პოლიტიკური ფაქტორი რო არ იყოს და პოლიტიკაში გარკვეული გავლენები არ კონდეს, გინდა არ გინდა, რომც არ ჩაერიოს პოლიტიკაში, ზელენსკი ამას არ გააკეთებდა, რაც გააკეთა უკრაინაში, და იგი მარტო ზელენსკი კი არ იყო, იგი იყო მთელი ჩარეული, მთელი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, სადაზვერვო სამსახურები, იყო ჩარეული, თქვენ უკეთესად მოგეხსენებათ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის დასავლეთის, კერძოდ შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის გავლენის ქვეშ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. რაც შეეხება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, იქ უპირატესობა აქვს ხელისუფლებას. იმიტომ რომ ხელისუფლება არის მაინც მძლავრი სახელმწიფო მანქანა მის ხელშია, მის ხელშია ძალოვანი სტრუქტურები, მის ხელშია აი ეს ფინანსური, იდეოლოგიური, პროპაგანდისტული მანქანა და რა თქმა უნდა სომხეთის ეკლესია არის საკმაოდ ისე მდგომარეობაში საშიში მდგომარეობა შეექმნა მას და როგორ გაუძლებს ამას სომხეთის ეკლესია, ამას ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სომხეთის ეკლესია არ არის ხელწამოსაკარავი, მას მრავალათასიანი ისტორია გააჩნია, თავისი ისტორია, დიდარი ისტორია და რომელსაც იქ მოსახლეობა მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში ამ ლიბერალური ძალა, ეს ლიბერალური ძალა, რომელიც არის დღეს ხელისუფლებაში, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ მოსწონს. აქედან გამომდინარე, შანსები შეიძლება იყოს, რომ თანაბარი იყოს და პაშინიანმა ვერ მოახერხოს თავის გეგმის შესრულება. თუ მან მოახერხა თავის გეგმის შესრულება და იქ შეცვალა საეკლესიო ადმინისტრაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამოიყენებს ეკლესიასაც თავის მიზნებში. და მისი მიზანი კი არის ის, რაც გააჩნია დასავლეთს და შეერთებულ შტატებს და ბრიუსელს სამხრეთ კავკასიის მისამართით, კერძოდ სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი გამოყენებული იქნა ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება ერთიანი ძალა გახდეს ირანის წინააღმდეგ მომავალ ბატალიებში. იმიტომ რომ უშუალოდ ესაზღვრება ირანს. დღეს ასე თუ ისე ირანი და სომხეთს აქვთ კარგი ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობები, ეს ყარაბაღის გარშემო მოვლენებმაც დაადასტურეს და აი ეს პარტნიორული ურთიერთობები შეიძლება რომ შეწყდეს და გადავიდეს სრულიად საწინააღმდეგოში მტრულ ურთიერთობებში,
რაც რა თქმა უნდა ირანს დაასუსტებს. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ პაშინიანი თურქეთში ჩავიდა, იქ სომხეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა იცვლება, კარდინალურად იცვლება და სრულიად ახალი სურათი შეიძლება შეიქმნას სომხეთსა და სომხეთის გარშემო. თუმცა მე გავაგრძელებ მსჯელობას საქართველოსთან დაკავშირებით, აი აქ ამასაც უკავშირდება ეს რუსეთი გულხელ დაკრეფილი არ დარჩება. რუსეთიც ეს არის ქვეყანა, რომელიც არის უშუალო მეზობელი სამხრეთ კავკასიისა, რომელსაც თავისი ინტერესები გააჩნია სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს მიმართ, სომხეთის მიმართ, ირანის მიმართ. ის არ დაუშვებს, რომ ირანი, რომელიც არის მისი უმთავრესი მოკავშირე აი ამ რეგიონში, რომ ირანსა და რუსეთს შორის იყოს ისეთი ზონა, რომელიც არც ირანს აწყობს და არც რუსეთს აწყობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს დრო. ჩვენ გვაქვს ალბათ 2-3 წელი მეტი არა. რუსეთის მაღალი ეშელონის წარმომადგენლების განცხადებებში ეს იკვეთება, რომ დროა მიიღოთ გადაწყვეტილება. საქართველოს ეუბნება და საქართველოს მთავრობა. რომ არ შეიძლება ესეთი ორჭოფული მდგომარეობა შეინარჩუნოთ. არ შეიძლება შეინარჩუნოთ მდგომარეობა, როცა შენ სიტყვიერად გინდა მაინც დასავლეთში მიდიხარ, ნატოში მიდიხარ, ევროკავშირში მიდიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ის იმათ არ უნდიხარ და შეიძლება ითქვას, რომ პანგურით გამოგაგდეს ყველა იმით. ნახეთ თემურ, მათ უნდივართ უბრალოდ თავიანთი წესებით. ასე უფრო სწორი იქნებოდა. თქვენ ვის გულისხმობთ? ევროკავშირს გულისხმობ. არა მარტო ევროკავშირს, ნუ მთლიანად დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, აი ახლა გამოდის ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კიდე ახალ განცხადებებს აკეთებს, იქ ურსულა ფონ დერ ლაიენიც, ევროკომისიის თავმჯდომარე. მეცაც გეტყვით, ახლა აქ ნუ ირანზეც და სომხეთზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ თურქეთის პოზიციაც საინტერესოა. ახლა ეს არის სერიოზული სააგენტო, თურქული სააგენტო, საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ, რომ თურქეთში ვიცით, რომ მედია პირდაპირ დამოკიდებულია სახელმწიფო ვერტიკალზე და საკმაოდ საინტერესო ეს სქემა აქვს წარმოდგენილი თავის ფოტოებით, თავის განცხადებებით, იმ გზავნილებით, რაც ერდოღანს ჰქონდა ჰააგაში ნატოს სამიტზე. და მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტს როდესაც შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თქვა ასეთი რაღაცა, რომ აქცენტები გააკეთა განსაკუთრებით თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, გრძელვადიან სტრატეგიულ პერსპექტივასთან დაკავშირებით და ახალ არქიტექტურაზე ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. ეს რას ნიშნავს? ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ ერდოღანმა პაშინიანი ასე დაიბარა და შეხვდა სტამბოლში. მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვდა ასევე თავის კოლეგა სპიკერს. ეს თვალსაჩინო რო არ ყოფილიყო, რომ იცით, რომ აი ერდოღანი იბარებს, თქვა თან კობახიძეს ან პაპუაშვილს, ის შეხვდა თავის კოლეგას. მაგრამ პაშინიანი დაიბარა ერდოღანმა. ამის შემდეგ ჰააგის ნატოს სამიტის მსვლელობისას იქ ველზე შეხვედრა ჰქონდა მაკრონთან, სადაც პირდაპირ უთხრა, რომ ჩვენ თქვენთან ვართ, თურქეთი, ამ საერთო ევროპულ არქიტექტურასთან. მაგრამ რუსეთზე არ არის საუბარი. ხო ის ფორმატები, სადაც თანამშრომლობენ თურქეთი და რუსეთი ერთია. 3+3 ფორმატი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ უფრო მეტი კონკრეტიკაა და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ის თუნდაც რუსეთთან დიალოგის დაწყება ეს ერთია. მე ვერ ხედავ ამაში ვერაფერს ცუდს, კი ბატონო, უნდა დავიწყოთ ეს დიალოგი, მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლებას აქვს პირდაპირი მიმართულება, ესა თქვენ თავად ბრძანეთ დასავლეთი. თურქეთის ხელისუფლება, ერდოგანის ხელისუფლება რო იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მისი ხელისუფლების შეცვლას არ შეეცდება, მისი დასუსტების შემთხვევაში ის მთლიანად იქნებოდა დასავლეთთან. აი ირანს და რატო დაუჭერს ხარს თურქეთი აი ამ კონფლიქტის. ირანის დასუსტება და მისი განადგურება იქ პროამერიკული, პროდასავლური ხელისუფლების მოსვლა ეს თურქეთსაც დაასუსტებს. თუნდაც ისრაელთან ქიშბობაში. და ეს დაასუსტებს თვითონ ერდოგანის ხელისუფლებას. ამიტომ ის პირველ რიგში თავის თავს იცავს, რომ საერთო ჯამში თურქეთი მაინც არის დასავლეთის ნაწილი. ნატოს წევრი ქვეყანაა. ის მაინც იქით იყურება. და იქით წაიყვანს და წაათრებს. ბოდიში ამ სიტყვის ამ გამოთქმისთვის სომხეთსაც, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე
ასე ვთქვათ, ისეთი სერიოზული გავლენის მქონე ჩვენი რეგიონის ქვეყანა, რომელიც ორჭოფობს და შეიძლება ითქვას, რომ თამაშობს ორი მიმართულებით. ერთი მხრივ რუსეთთან, მეორე მხრივ დასავლეთთან. მაგრამ ის საერთო ჯამში მაინც დასავლეთის მხარეს იქნება კრიტიკულ მომენტში. ეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი არც ერთი მათგანი არ დგას რუსეთთან. მხარს არ უჭერს რუსეთს აი ამ შეიძლება ითქვას ძალიან გადამწყვეტ დაპირისპირების მომენტში. არ ჩვენ უჭერთ მხარს მას. არც აზერბაიჯანის, სომხეთის საერთოდ ანტირუსული ქვეყანაა. რუსეთი ამას ხედულობაში ღებულობს. რუსეთი ამას ხედავს. და ის რომ მოიცლის სამხრეთ კავკასიისთვის, ჩვენ მაშინ რუსეთთან სხვა საუბრები გვექნება. აი დაბარების ამბავი არ ვიცი, მაგრამ ის რომ ძალიან კორექტულად, მაგრამ ძალიან მკაცრად რუსეთი მოითხოვს საქართველოსგან თავისი პოზიციების დაფიქსირებას ნატოსთან დაკავშირებით. აი თუნდაც იმ მუხტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, ეს რა თქმა უნდა 100%-იანი გარანტიით შეიძლება ვთქვა. რუსეთი მოითხოვს იმას, რომ ეს არანორმალური მდგომარეობა, რომელიც შექმნილია საქართველოსა და რუსეთს შორის, რომ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არა გვაქვს, ეს შეიცვალოს. ამას იტყვის რუსეთი. იმიტომ რომ მას ბერკეტები გააჩნია. ის არის ქვეყანა, საიდანაც ჩვენ ვღებულობთ იაფგას, საიდანაც ჩვენ ვღებულობთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის. და ეს მისი ბერკეტებია. თუ რუსეთი არ იქცევა ისე, როგორც მოიქცებოდა ნებისმიერი ევროპის ქვეყანა, აი დასავლეთ ევროპის, ან ვაშინგტონი და ბრიუსელი, ჩვენ ხო ხედავთ როგორ გვექცებიან ისინი. იქ გვირტყამენ, სადაც ყველაზე სუსტი წერტილია. ამას რუსეთი არ აკეთებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს თავისი ინტერესები არ გააჩნია და მის თავის ინტერესებს არ დაიცავს. მე მხედველობაში მაქვს, რატო არ შეიძლება რუსეთმა გაზი გაგვიძვიროს? რატო არ შეიძლება რუსეთმა გაგვიძვიროს დაუშვათ ფქვილი, პურის ფქვილი? 95% რაც პური და პურფუნთუშეული, რაც იცხოვრება საქართველოში, იცხოვრება 95% რუსული ნედლეულის ხარჯზე. რუსეთიდან შემოდის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ბენზინი და როგორიცაა დაუშვათ სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები. ეს არის დაუშვათ მცენარეული ზეთი, ეს არის წიწიბურა და სხვა. და ჩვენი ემიგრაცია, ძალიან დიდი სერიოზული ნაწილი ემიგრაციისა რუსეთშია, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი სერიოზული წვლილი აქვს საქართველოს მოსახლეობის დაპურებაში და საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციაში. რუსეთიდან ტურისტები რომ ჩამოდიან, ესეც დიდი ნაწილი ჩამოდის, დაახლოებით 50% ეს რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები. ესეც ხო საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერაა. აი ეს ბერკეტები, ასე თუ ისე რუსეთის ხელში რომელიც არის, ჩვენ არც გვახსენებს რუსეთი, რომ მის ხელში აი ეს ბერკეტები არსებობს. მაგრამ მოვა დრო, როცა ის იტყვის, რომ ჩვენ გჭირდება დიალოგი. როცა ის იტყვის, რომ მე ვერ გავაგრძელებ, მშვიდად ვერ ვუყურებ ისე მდგომარეობას, როდესაც სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია ნატომ თავისი მიზნები განახორციელოს. მე მჭირდება გარანტირებული მეზობელი, გარანტირებული კეთილმეზობლური ურთიერთობები, როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ამას ჩვენ გვეტყვის. როცა მოიცლის და ის მოიცლის აუცილებლად სულ მალე. საშუალოვადიან პერიოდშიაც კი არა, ბევრად უფრო მალე ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ ჩვენ უნდა დავასროთ მოვლენებს. იმიტომ რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემები აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენ იძულებულ გადაადგილებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით, რომელსაც დაბრუნება უნდა თავიანთ მშობლიურ სახლებში. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ხასიათის პრობლემები. ჩვენ უნდა ესე აღვადგინოთ ეკონომიკა, რაც ისევ რუსეთის ბაზართან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ტრადიციული დარგების გარეშე ჩვენ ეკონომიკას ვერ აღვადგენთ. ის დარგები, რომელიც საბჭოთა პერიოდში და მანამდე იყო საქართველოში ასე თუ ისე მუშაობდა. ჩვენ
30 წელმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან თავისუფალი ეკონომიკური ესე იგი ხელშეკრულების პარკლებში ჩვენმა ეკონომიკამ დეგრადაცია განიცადა, პროგრესი არ განუცდია. ჩვენ პრობლემების წინაშე ვდგავართ. ამ პრობლემებს მოგვარება ჭირდება და ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა არის რუსეთთან დიალოგი, იმიტომ რომ ეკონომიკურად, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეკონომიკურად და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გასაგებია, ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთთან და რუსეთთან დიალოგზე ვართ ჩვენ დამოკიდებული. რატო უნდა ვიცადოთ იმ პერიოდს, როცა რუსეთი თავისი ესე იგი პირობებს წამოგვიყენებს. ჩვენ ხო შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მანამდე. ქართული ოცნება არის ძალა, რომელმაც შეინარჩუნა ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობა მხარში დაუდგა. დაუფასა მას მისი პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, მას საშიშროება არ ელოდება. ყოველ შემთხვევაში ამ ადგილობრივ არჩევნებში არ ელოდება და კიდევ რამოდენიმე ხანს. და ის განიმტკიცებს თავის მდგომარეობას. მოიპოვოს ბევრად უფრო დიდ სერიოზულ მხარდაჭერას მოსახლეობის მხრიდან, თუ ის დიალოგს დაიწყებს რუსეთთან და თუ გადაწყვეტს ნაბიჯ ეკონომიკურ პრობლემებს, სოციალურ პრობლემებს, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ პრობლემებს. და ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ოცნებას გადადგას ეს ნაბიჯი. კი ბატონო, დაუბრუნდეთ კვლავ ამ საკითხს. ახლა თქვენ ამბობთ, რომ დიდი ალბათობით შეიძლება მოუწიოს ქართულ ოცნებას ამ ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ ვაიდა ისე განვითარდა მოვლენები გეოპოლიტიკურ ჭრილში, რომ თავი შეიკავოს ამაზე და განაგრძოს აი ეს პოლიტიკა, რომელიც პრინციპში ახლაც მიმდინარეობს. ლავირების პოლიტიკა, ან გეოპოლიტიკურ ჭრილში ვამბობ ახლა, იძულებულია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ასე პირდაპირ ხის გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. ხო და აი რა უნდა მოხდეს საიმისოთ, რომ პირდაპირ გააკეთოს ასეთი განაცხადი. თქვენ როგორ გონიათ ახლა ეს თუნდაც ეს ტრამპის ადმინისტრაცია, ან დასავლეთის აი მთელი კასკადია ახლა განცხადებების ევროსაბჭოდან, რასაც ეს თავქარიანი გონჩარენკოც გამოვარდა ეს უკრაინელი, რომელიც იქ მომხსენებელია, რომ აი საქართველოს აქვს ეს პრობლემებიო, ახლა ციტირებას უბრალოდ არ მოვახდენ, პირდაპირ ისეთ გვიწევს, აი ამბობს ასეთ რამეს, რომ საქართველოს თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლიო, მაგრამ ხარს არ უჭერს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. ამ ტრიბუნალზეა საუბარი, რომელიც ახლა იქ შექმნეს პუტინის წინააღმდეგ, სასაცილოა ახლა იქ. პუტინის წინააღმდეგ არსებული ტრიბუნალი. რამდენად განხორციელება ბადირამია ეს. გამორიცხული თემა. უბრალოდ ესე გართობის დონეზე აქვს დაყვანილი თავიანთი პოზიციები და მე არ გადავუხვევ მთავარ კითხვას, არ მინდა რომ გადავუხვიო, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად არის იმის ალბათობა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს რუსეთთან დიალოგი? ქართული ოცნება ძალიან ფრთხილ პოლიტიკას მიყვება, ეს იმდენად ფრთხილია, რომ გადადის საპირისპიროში, კონტრპროდუქციული ხდება მისი ეს პოლიტიკა. რადგან როგორც მოგახსენეთ, ჩვენ დრო იწურება. კერძოდ პუტინ რო დაკავებული იქნას და გასამართლებული უნდა იქნას, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ სამხედრო დამარცხებას მიაღწევენ რუსეთისას და რუსეთს სხვა ხელისუფლება მოვა. მარიონეტული ხელისუფლება ისეთი დაახლოებით როგორიცაა უკრაინაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიმჯელოთ იმაზე, რომ პუტინს დააპატიმრებენ, გაასამართლებენ დღევანდელ ხელისუფლებას და რუსეთი გახდება ისეთი როგორც თვითონ უნდა. და ეს არ მოხდება, ეს ხომ აბსურდია. უფრო მეტიც, ჩვენ მოსალოდნელია, რომ უკვე გაძლიერდა რუსეთი როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით. რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკა შეცვლილია, სახელმწიფო რეგულირების ბერკეტებია ჩართული. არა მხოლოდ სამხედრო ინდუსტრია არის იქ ამოქმედებული, არამედ მასთან დაკავშირებული მოსაზღვრე დარგები. უკვე ძალიან კარგად მუშაობს სოფლის მეურნეობა. იმიტომ რომ სასურსათო უშიშროების მიღწევას რუსეთი ცდილობს და უკვე მოახდინა აი ამ მიმართულებით გარანტირებულად ის სასურსათო პრობლემას მოაგვარებს
სრული ბლოკადის შემთხვევაში მას ბლოკადა უკვე გააჩნია. მან ხელი მოკიდა მაღალ ტექნოლოგიურ დარგების განვითარებას. მან ძალიან ჭიდრო ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირები დაამყარა ჩინეთთან, რომელიც არის წამყვანი ტექნოლოგიური ქვეყანა მსოფლიოში. ასე რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. აქ დამარცხებაზე კი არა, აქ საუბარია უკვე რუსეთის მის გაძლიერებაზე. დრო რუსეთზე მუშაობს. აქედან გამომდინარე ქართულმა ოცნებამ, მისმა ხელმძღვანელობამ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საქართველოს, რომელიც სახელმწიფოებრივად თუ აზროვნებენ და აზროვნებენ ალბათ აი ამ მდგომარეობას უნდა შეხედონ, რომ რა მოხდება ეგ რამოდენიმე თვეში. მუშაობს თუ არა დრო რუსეთზე, გაძლიერდება თუ არ გაძლიერდება რუსეთი. რუსეთი რო გაძლიერდება, ეს მათაც იციან. აი ეს უნდა გაითვალისწინონ და ეს ორჭოფული მდგომარეობა ჩვენ არ გამოგვივა. საქართველოს ეს გამოსდიოდა იმ შემთხვევაში, როცა დაუშვათ ჩვენი ჩვენი ესე იგი დიდი მეზობლები, როგორცა თურქეთი და ირანი. იყო საკმაოდ ისეთ აი 50-50. და მაშინაც არ გამოსდიოდა საქართველოს, რო ჩვენ გვინდოდა. აღმოსავლეთ საქართველო ასე თუ ისე ირანთან იყო, დასავლეთ საქართველო იყო თურქეთთან. და ჩვენ ეს არ გამოგვივა დღეს, მით უმეტეს არ გამოგვივა, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად, ყველანაირი გაგებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვერ გავაქცევთ უბრალოდ ვერც რუსეთს, ვერც ყაზახეთს, ვერც ბელორუსიას. აი ამ სივრცეს ვერ გავაქცევთ. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და დაიცვას საქართველოს ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესები პირველი. ვიცი რომ აკვირდებიან, ბრიუსელშიც აკვირდებიან, გონჩარეკოებიც აკვირდებიან, ვაშინგტონშიც. რა თქმა უნდა, ამას შეაფასებენ ძალიან უარყოფითად, მაგრამ საქართველოს უნდა იზრუნოს თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიალოგი, პირდაპირი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის უნდა აღდგეს. ამას მოყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ეს ხომ აი თვითონ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არის პირდაპირი ურთიერთობები. არის როგორც დიპლომატიური, ისე პირდაპირი კავშირი, მუდმივი კავშირი არსებობს, შესაბამისი სპეციალური ხაზი არსებობს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის, პუტინსა და ტრამპს შორის. ასევე შეიძლება ითქვას ასეთივე კავშირებზე, აი საფრანგეთსა და რუსეთს შორის კრიტიკულ მომენტში ხო ისინი ერთმანეთს ეუბნებიან, ესაუბრებიან. დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს. ამას ჩვენ გვიგზავნებთ უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვჭირდებით მათ როგორც სამხედრო პოლიტიკური ტარანი. ეს ხომ 2-4-ია ისეთი სიცხადის საკითხია ესა. და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ შემთხვევაში თუ დიალოგი აღდგება რუსეთთან და წინ წავა ჩვენი ურთიერთობების საქმე, ამას ხომ მოყვება ეკონომიკური ურთიერთობების სრული მასშტაბით აღდგენა. ამას მოყვება თუნდაც რუსული ინვესტიციების შემოსვლა. იმ პირობებით, რა პირობებსაც ჩვენ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლო პირობებით. და ამას მოყვება ტრადიციული დარგების აღდგენა. ამას მოყვება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში. ამას მოყვება სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში. ამას მოყვება იმიგრაციის შემცირება. ამას მოყვება ბევრი რიგი ისეთი დადებითი პროცესები, რომელსაც ჩვენ 35 წელია ვერ ხედავთ. ამას პრომეტის მოყვება თვითონ ქართული ოცნების მდგომარეობის განმტკიცება, როგორც პოლიტიკური პარტიისა, როგორც ხელმძღვანელი მმართველი ძალისა. იმიტომ რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც არ მოდის არჩევნებში, 40% არ მოდის არჩევნებში. რატო არ მოდის? იმიტომ არ მოდის, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია გარკვეული გამოკვეთილი პოზიცია საგარეო პოლიტიკის. ერთადერთი პოზიცია არის გამოკვეთილი, რომ ომი არ გვინდა, ომში არ ჩავერთეთ, თორე სხვა გვაქვს ჩვენ გამოკვეთილი პოზიცია. ერთი მხრივ ჩვენ ესე იგი ვესაუბრებით დასავლეთს, ვაშინგტონს და ბრიუსელს, რომ ჩვენ გვინდა რომ ნატოს წევრი ვიყოთ და მეორე მხრივ ვეჭხუბები და ვეომებით მეორე იმავე წუთს, იმავე მომენტში. ეს არის გამოკვეთილი პოზიცია საგარეო პოლიტიკაში. ასე შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს? რა თქმა უნდა, ასე არ გაგრძელდება დიდხანს.
ასე რომ საქართველოს მომავალი, უახლოესი მომავალი არის იმაში, რომ ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობები. ამაში იქნება ქართული ოცნების ძალა და ამაში იქნება რა თქმა უნდა ძალა საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც პოლიტიკაში ასე თუ ისე არ ერევა სხვათა შორის. პასიურად არის განწყობილი. იმიტომ რომ იმედი აქვს დაკარგული. ხვალინდელი დღის იმედი არ გააჩნია. არ გააჩნია იმის იმედი, რომ ესე იგი რაღაცა საწარმო ამოქმედება, რაღაცა ესე იგი დარგი ამუშავდება. სახალხო საერთოდ იმედი არ გააჩნია, რომ მის თავის მომავალს საქართველოში დაგეგმავს. მაგრამ ქართული ელექტორატი ზოგადად გამოირჩევა იმპულსიურობით, ანუ 10-15 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს ეს ამპლიტუდა უცებ ავარდეს, ყველა მივიდეს არჩევნებზე და რაღაც პერიოდი მერე აღარ მივიდეს. ეს მომენტიც არსებობს. ასეთი მომენტები არსებობდა იმ კრიტიკული პერიოდებში, როცა არა საშიშროება დადგა, რომ აქ აღდგებოდა პროფაშისტური ხელისუფლება. ჩვენ ვიცით ეს როდის იყო? ეს იყო 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი ავირჩიეთ და მაშინ მოსახლეობა მეორე ტურში მივიდა. მაქსიმალურად მომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებში და ხმა მისცა მათ წინააღმდეგ და არა სალომეს სასარგებლოდ. და იყო ერთი-ორი მომენტი იგივე, როცა საშიშროება იყო, რომ აქ აღდგებოდა პროფაშისტური ხელისუფლება. თორემ სხვა შემთხვევაში ბოლო 2012 წლიდან დღემდე ჩვენ ხედავთ მოსახლეობის ძალიან სერიოზული ნაწილის, ამომრჩევლის სერიოზული ნაწილის პასიურ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესებისადმი. უფრო მეტიც ის, ვინც მივიდა არჩევნებში ამ წლების განმავლობაში, მივიდა არა ოცნების სასარგებლოდ კი არ მისცა ხმა, უფრო მეტად მისცა იმ პროფაშისტული ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა. და 40-50% ამომრჩევლებისა საქართველოს მოსახლეობისა უიმედოდ არის განწყობილი. არ არის დაინტერესებული პოლიტიკური პროცესებით, რომელიც საქართველოში, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას პოზიცია არ გააჩნია უბრალოდ. მან ვერ წარმოადგინა თუ რა მომავალი უმზადებს საქართველოს. რა უნდა რომ საქართველოში მოხდეს 5-10 წლის შემდეგ. გარდა საერთო ფრაზებისა, გარდა იმისა, რომ ჩვენ 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდები და ნატოს წევრი გავხდები. ვის ჯერა ამისი? რომელიმეს ჯერა ამისი ახალგაზრდობის ჩათვლით? მით უმეტეს ახალგაზრდობას ამისი არ ჯერა. ხო, ნუ ეს დამაჯერებელი შეიძლება მხოლოდ ერთადერთ ვარიანტში იყოს, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ოღონ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. აი ამ თეზის დაახლოებით 5-7-10 წლის წინ ასე თუ ისე ძალა ქონდა. დღეს ამას ავითარებდნენ კიდევ ხიდაშელმა ღია თქვეს, აი მოღალატე მართლა. და ერთადერთი უმაგრებდნენ საფუძველს იმით, რომ ეს ხომ არ იქნება იურიდიულად აღიარებული. ანუ de facto იქნებოდა, მაგრამ გინდა იყოს de facto, რა მნიშვნელობაა de jure იქნება თუ de facto 200 წელი თუ ვერ შეხვალ და 300 წელი შენ ტერიტორიაზე. რა მნიშვნელობა აქვს იმ ფარატინა de jure de facto-s მცნებას? არა, რუსეთი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს ნატოს წევრი გახდეს. პირდაპირ თქვათ ამას. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მაყურებელს ფოტომასალები. კი ბატონო, ვინაიდან დროც გვეწურება და ხო და გავაგრძელოთ საუბარი ამაზე. ეს არის კადრები კონფერენციიდან, რომელშიც მიიღე მონაწილეობა. ეს არის აი ანტიიმპერიალისტური პლატფორმის სტუმარი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენთვის განკუთვნილი ეს დემონსტრაცია, რომელიც შემსვლელობა გავაკეთეთ ჰაგაში ჩვენი ძალებით. ეს არის ეგრეთ წოდებული ჟურნალისტებმა კარგად იცის სტენდაპები, რომელიც ჩავწერეთ და პირდაპირ ეთერში სოციალურ მედიაში გავსელდა. ესეც აი კონფერენციის კადრებია. 6 დღის განმავლობაში ძალიან ისეთ ნაყოფიერი მუშაობა იყო, რომელიც გათვლილია უფრო ფართო მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მონაწილეების ჩვენ ვიქნებით და სოლიდარული მშვიდობისთვის იქნება.
და ამით პრინციპში ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. მადლობა თემურ გადაცემაში მობრძანებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით უკვე მომავალ კვირას 4 შაბათს 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მალუთ.